გალაქსიის ჩემპიონი და სამთრის ოლიმპიადების გამარჯვებული ალბერტო ტომბა ლეგენდარულ მოთხილამურესთან ერთად საქართველოს უცხოელი ინვესტორები და სამთო სათხილამურო სპორტისა და ინფრასტრუქტურის ექსპერტები ეწვივნენ. დელეგაციას ასევე თანახმავს ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში ვიზიტის უცხოურ მედიაში გაშუქებას უზრუნველყოფს. ვიზიტის ფარგლებში რაგაგმილია სვანეთის მონახულება, ექსპერტთა ჯგუფი დაათვალიერებს ადიშის, უშბის, მყინვარისა და ხაწველ ზურგდული სათხილამურო ტრასებს, შეაფასებს უშბის მთაზე საზაფხულო სათხილამურო სეზონის მოწყობის შესაძლებლობას. საქართველოს უცხოური დელეგაცია საქართველოს სამთო სათხილამურო ფედერაციის კომპანია სილქნეტისა და სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივით ეწვია. ვიზიტის მიზანი საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ საქართველოს ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ჩამოვიდით ჩვენთან ერთად არიან ყოფილი მწვრთნელები მსოფლიოში საუკეთესო მოთხილამურეები. ჩვენთან ერთად არის ტომბაც. ჩვენ მოვინახულებ სათხილამურო ზონებს, მაგალითად როგორიც არის მესტია, გუდაური და თუ მოვახერხეთ ჩავალთ ბაკურიანშიც. საინტერესო ეს ახალი ტენდენციები, რასაც თქვენ დერგავთ განსაკუთრებით მესტიაში. ეს ძალიან ლამაზი რეგიონია. თბილისში მე პირველად ვიმყოფები, თქვენი ქვეყანა ძალიან მომწონს. დღეს ჩვენ მოვინახულებთ სამთო სათხილამურო კურორტებს და ვფიქრობ, ამ 2 დღის განმავლობაში უფრო კარგად გავეცნობი ქვეყნის სამთო სათხილამურო პოტენციალსა და ინფრასტრუქტურას. გუდაურს და ბაკურიანს კიდევ 2 საკმაოდ კარგი კურორტი დაემატა. ეს არის როგორც მოგეხსენებათ ნესტის და იგივე აჭარის. რა თქმა უნდა, მათი შეფასებით ალბათ მე ესე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ინვესტიციები განხორციელდება და ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს რამოდენიმე წლის შემდგომ ალბათ ჩვენი კურორტებიც იგივე ალბათ ჩაჯდება იმ კონტექსტში, რომ საერთაშორისო ღონისძიებები გაიმართება ჩვენთანაც. პოლონეთის